ის რაც აგვისტოს ომის დროს საქართველომ გადაიტანა, ესპანეთში ეკრანზე ნახეს რენი ჰარლინის ფილმმა აგვისტოს 5 მათგან ვალენსიის სათავგადასავლო ფილმების ფესტივალი დახურა. ჰოლივუდურ ბლოკბასტერში მოქმედება საქართველო-რუსეთის ომის დროს ამერიკელი რეპორტიორისა და ოპერატორის გარშემო ვითარდება, რომლებიც კონფლიქტის ზონაში მუშაობენ. მთავარ როლს ბრიტანელი მსახიობი რუპერტ ფრენდი ასრულებს, მის ქართველ შეყვარებულს კი ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავი ემანუელა შრიკი. პრეზიდენტ სააკაშვილის როლი ამერიკელმა კინოვარსკვლავმა ენდი გარსია მოიგო. ვალენსიაში აგვისტოს 5 დღის დახურული ჩვენებაც გაიმართა. ფილმი მედიის წარმომადგენლებმა და ესპანეთში მცხოვრებმა ქართველებმა ნახეს. ივნისის ბოლოს უკვე პრემიერა საქართველოში იგეგმება. მეშვეობით მთელი მსოფლიო შეიტყობს საქართველოს შესახებ, გაიგებს ძალიან ბევრ ფაქტს, ძალიან მნიშვნელოვან ფაქტებს საქართველოს შესახებ, გაიცნობს ქართულ კულტურას, გაიცნობს ქართულ ტრადიციებს და რა თქმა უნდა გაიგებს იმის შესახებ თუ რა მოხდა საქართველოში 2008 წელს, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ფილმი არის ფაქტიურად ყველაზე დიდი მესიჯი, რაც კი ქართულ კინემატოგრაფს მსოფლიოში გაუგზავნია საქართველოს შესახებ. ჭაჭა მომენატრა და ქართველი მეგობრები, მაგრამ ომი არ მომნატრებია. მიხარია რომ ამ ისტორიის გადმოცემა ასე ეფექტურად მოვახერხეთ და იმედი მაქვს რომ მას ჩვენი ფილმით მთელ მსოფლიოს მოუყვებით. ყველაზე მეტად გამბეჭდავია ჩემთვის რომ ძალიან მძაფრი და ძალიან გულის მაკუტინებელი ფინალი აქვს ამას. აი სწორედ ბოლო წუთები რაც ამ ფილმის არის იქიდან ყველაფერი კიდევ უფრო სხვანაირად ჩანს და მე იმედი მაქვს რომ მთელი დედამიწა კიდევ ერთხელ მიხვდება სად დაუშვა შეცდომები.